21 საუკუნის მეცნიერები ტექნოლოგიების განვითარებას პიკად მოიხსენიებენ. რასაკვირველია, ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა ამასთან საზოგადოების მიერ მათმა გამოყენებამ ახალგაზრდებში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა წიგნის, როგორც სიბრძნის წყაროსა და კომპიუტერის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტის როლი. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გადავწყვიტე ინტერვიუ ამეღო ქალბატონ ნინო გვარჯალაძისგან, რომელიც ამჟამად მუშაობს ლანჩხუთის ნომერ 3 საჯარო სკოლაში. გთხოვთ. Საკითხახმობთ, რომ დღესდღეობით მართლაც ყველაზე აქტუალური თემა. 1455 წლამდე სანამ გუტენბერგის საბჭოს შექმნა წიგნებს ხელით წერდნენ, რაც ძალიან ძნელი საქმე იყო. მაგრამ იმდროინდელი საზოგადოება აქტიურად ეცნობოდა იმდროინდელ ლიტერატურას. ითაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა წიგნი. რა ხდება ახლა? ახლა ფაქტია, რომ კომპიუტერი წიგნზე მაღლა დგას ახლანდელ თაობაში. ისინი დიდ უპირატესობას ანიჭებენ კომპიუტერს. კომპიუტერი დიდენებს ცოდნას, ხალხთან ურთიერთობენ და ხშირ შემთხვევაში დროის გასაყვანადაც იყენებენ. ორივე ნივთს თავისი ფუნქცია აქვს. მათი სწორი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. წიგნის სულიერი საზრდოა ცხოვრების აღქმაში, განათლებაში, ლექსიკის ჩამოყალიბებაში, ესთეტიკური ღირებულებების დაფასებაში გვეხმარება და ცხოვრების წარმართვის თეორიას გვასწავლის. რაც შეეხება კომპიუტერს, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. რომ არ ჩამოვშეთ თანამედროვეობას, მივიღოთ ზოგადი განათლება და ცოდნა გამიმყაროთ. წიგნის კითხვა გვაძლევს ესთეტიკურ სიამოვნებას, ადამიანს სულიერად ამაღლებს. აშკარა კომპიუტერის საშიშ მეტოქედ გამოუჩნდა წიგნს, მაგრამ იმედია წიგნისა და კომპიუტერის მეტოქეობას მათი ჰარმონიული შერწყმით დასრულდება. ყოველ მათგანს თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში, მაგრამ მე ვთვლი, რომ წიგნი შეუცვლელია.